მადლობა ჩემო გამარჯობათ. გამარჯობათ, მოგესალმებით. მე ვარ ანუკი ვებხვაძე, პერსონალური კოუჩი და პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ქალური, გემრიელი, ტკბილი პრაქტიკების ტრენერი. და დღეს გქონდა ესე იგი ჯგუფში დაანონსებული და ვხედავ უკვე რომ შემომიერთდით ლამაზებო და მშვენიერებო და გქონდა დაანონსებული შესანიშნავი გემრიელი თემით სანუკვარი სურვილის ასრულება. ჩვენ ვინც მომყვებოდა და ჩართულიყო ამ პროცესში, გქონდა ტრანსფორმაციის პროცესი, ანუ პირველი ეტაპი იყო ლოცვით, ავიღეთ ნებართვა, სამყაროს მივმართეთ, რომ ხარი დაიჭირა ამ ტრანსფორმაციისთვის, გავიარეთ ეს ეტაპი და წარმატებით. მეორე ეტაპი იყო ასევე ვიდეო, ენერგეტიკული პრაქტიკა, უნიკალური გარდაქმნა, ტრანსფორმაცია და სინათლის ნაკადში შესვლა. და დღეს მესამე ეტაპია, ის გასუფთავებული, უკვე სინათლის ნაკადში რო შევედით და ის პროცესები გავიარეთ, ახლა სურვილების ასრულება, როგორ აი ამ ჩვენ დღევანდელ თემაში, ანუ არის უკვე აქ წარმოქმნილი ენერგეტიკული ველი, გამარჯობა ჩემო კარგო დალი, უკვე პროცესი, ყველა ჩართულები ვართ, გაჟღერებულია სამყაროში და მიმდინარეობს ეს პროცესი, ხო? და აი ხა იქნება დღეს დღევანდელი ჩვენი ვიდეო ჩართვა მიეძღვნება, როგორ ჩავიფიქროთ ახლა ის სანუკვარი სურვილი, რომელიც თავისებურად სანამ სურვილს ჩაიფიქრებ, უნდა გაიარო მოსამზადებელი პროცესი. რა თქმა უნდა, იყო რაღაცები, ჩემო კარგებო, რომ ვიღაცა მუსიკას ქონდა ხმამაღალი ფონი ქონდა, იყო რაღაც რომ ლოცვის ჩამოტვირთვასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ჩვეულებრივია, რო დავფიქრდი, მივხვდი, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ვიცით რა სიტუაციაა მსოფლიოში, ეს ენერგეტიკული შფოთვა, შიში ტრიალებს, ისე როგორც ჩვენს ყველას ენერგეტიკულ ინფორმაციაში, ასევე ძაღლემო დაიწყო ყოფა მეზობლის. ასევე რა თქმა უნდა, ინტერნეტ სივრცეში და როდესაც ესეთი ტრანსფორმაცია მიმდინარეობს და ესეთი ესე იგი გარდაქმნა ხდება, რა თქმა უნდა, ენერგია ეჯახება ის, რაც არის გავრცელებული და ჩვენ რაც შევიტანეთ სინათლის ნაკადი, ხო? ამიტომ ჩვეულებრივი პროცესებია, ყველა მივიღო ის განკურნება, ის რაც უნდა მიეღო, რისთვისაც მზად იყო. მადლობა ჩემო კარგო ულამაზესი ხარ, ვისაც პირველი და მეორე ეტაპი არ გაგვივლია, ეს მესამე ეტაპი გავაკეთოთ მაინც თუ აჯობებს ვერ უნდა გააკეთოთ. იცით რა არის, რას ეძღვნება კიდევ ავხსნი, ეს სინათლის ნაკადი 20 მარტიდან 25 მარტამდეა სინათლის პორტალი გახსნილი, იმიტომ რომ ყველამ ვიცით, რომ ბუნიაობა რა იყო ავხსენი, თუ არ მოგისმენთ კვლავ ავხსნი, ესე იგი მზე იცვლის სტრუქტურას ამ დროს, იმიტომ რომ დღე და ღამე სწორდება 20 მარტიდან, აი 25 მარტამდე, დღეს უკვე ზენიტია და ხვალ უკვე დღის 2 საათზე ეს პორტალი იხურება. კარგია დღეს თუ მოასწრებთ, თუ ანუ არ მოასწრებთ და მოხდით უკვე ჩვენთან, შეგიძლიათ ამ პროცესში, ამ ნაკადში ყველა ერთმანეთს მხარს ვუჭერთ ახლა და მოხდებით თავისთავად ამ ტრანსფორმაციაში და მიიღებთ იმას ენერგიას, თქვენს წილს და რა თქმა უნდა ჩაერთვეთ და ავყევით, მოვყევით აი ამ პროცესებში. ეხლა ჩვენი სურვილებთან დაკავშირებით რა კარგად აიწყო, მინდა რომ გითხრათ, ანუ დაიწყო თქვათ გუშინ ის ტრანსფორმაცია, გუშინ წინ მაპატიეთ, გუშინ წინ, როდესაც ეს პირველი ეტაპი იყო, მეორე ეტაპი იყო გუშინ უკვე რო გავიარეთ და გავსუფთავდით შიშისგან, შფოთვებისგან, ვიღაცა რაც აწუხებდა სიბრაზე, ჭვიანობა, შური, თუ რაც ტრანსფორმაცია, ზუსტად ამას ქვია, იმ წმინდა ცეცხლში გავიწმინდეთ, დავტოვეთ ის, რაც აღარ გვჭირდება, იმ სინათლის პორტალში რო შევიდეთ და დღეს უკვე, როგორ დაემთხვა,
ხო, ახალი მთვარია. და მე როგორც ენერგიებს ვსწავლობ და ენერგიებთან მაქვს ურთიერთქმედება, ჩემთვის მთვარის ენერგია არის ძალიან ესეთი ჩემი თან ასე ვთქვათ მხარდამჭერი ენერგია, იმიტომ რომ მთვარი არის ქალური ენერგია, ძალიან ბევრ რამში მეხმარება, მივყვები მას, უსმენ და ყოველთვის მაქვს დადებითი მხარდაჭერა ამ ენერგიისგან, ყოველთვის მისრულებს სურვილებს, ყოველთვის ესე იგი ჩემი ეს არის მხარდამჭერი ენერგია, ისევე გავიმეორებ. და ამიტომ რა კარგად დაიმთხვა, დღეს არის ახალი მთვარი და დღეს არის დაგეგმვა, რომ უნდა დავგეგმოთ ახლა ჩემო-კარგებო მომავალი და როგორ დავგეგმავთ ახლა? აუცილებლად ვწერთ იმას, რომ უკვე გვაქვს და თითქოს აი ეს ოღონდ არავის არ გაახსენდეს ახლა რა სიტუაცია, აი როგორც მომავალში უკვე და ის გვაქვს, რაც გვინდა რომ ჩავიფიქროთ, ის ანუკვარი სურვალი, რომ მე უკვე მაქვს, აი ამ ემოციები დამგრძნობებით, უნდა ჩავიფიქროთ ის, რაც გვინდა რომ ჩავიფიქროთ და დავგეგმოთ. დავგეგმოთ როგორი ცხოვრება გვინდა, როგორი მომავალი გვინდა. აი სინათლის პორტალში რომ შევედით და ის სინათლის ნაკადი თავისთავად მოგვეხმარება ჩვენ რომ აი ეს ავისრულოთ, რასაც ჩვენ დღეს დავგეგმავთ, ხო? და ესე იგი, ვიწყებთ აუცილებლად, ვიწყებთ მე როგორ ჯამრთელი ვარ. ანუ მე რო ვარ ჯამრთელი, კმაყოფილი, ფიზიკურად, მენტალურად, ენერგეტიკულად, ჯანსაღი აზროვნებით, ჯანსაღი ფსიქიკით, აი რომ კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით, ჩემი საყვარელი ადამიანები ასევე არიან ჯამრთელები, დღეგრძელები, იმიტომ რომ სურვილი, როდესაც შეიძლება შეგისრულდეს, მაგრამ ჯამრთელი თუ არ ხარ, ან საყვარელი ადამიანი ვინმე ახლობელი თუ ისი არ არის, სამყარო მშვიდობისა, ჩემო კარგო, რა კარგი სიტყვა იყო. ძალიან კარგი ხო და ჩამოკარგებო და ჩამოძვირფესებო, ეხლა ყველას მზაობა მინდა რომ იყოს გაჟღერებული, ჩართული, რომ ჩვენ აი ამ თუნდაც აი ამ ეხლა ენერგეტიკულ წნეხში ვიმყოფებით აი ამ სიტუაციაში და ჩვენ უნდა მივეხმაროთ ერთმანეთს, რომ აი ეს ჩვენი დადებითი ენერგია იმძლავროს, გაიმარჯვოს და გავიტანოთ ეს სინათლე, გავავრცელოთ. თქვენ თითეული ეხლა ვინც მისმენთ, ვინც მომყვებით ხართ სინათლის ნაკადის წყარო, თქვენი ოჯახის, თქვენი ახლობლების, თქვენი მეგობრების და ის რაც პანიკა, რაც შიშია, ჩვენ ვავრცელებთ პირიქით პოზიტივს. პოზიტივის გავრცელებით, სიმხიარულით, რწმენით ჩვენ აი ამ ვირუსს გავაქრობთ. რაც უფრო პანიკას ავყვებით, უფრო ცუდად იქნება საქმე. ამიტომ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, ქალურ ენერგიას აქვს ისეთი ძალა, რომ ქმნის სიცოცხლეს წარმოშობს, ხალხო, სიცოცხლეს წარმოშობს და ამიტომ ჩვენ ეხლა ჩვენი მისია ის არის, რომ ჩვენ გავავრცელოთ აი ეს ცოცხალი ენერგია, ცოცხალი ძალა ჩვენს გარეშე ხა სიცოცხლე არ წარმოიქმნება, ხო? აი რამხელა ენერგია აქალში და ეხლა ჩვენი მისია რა არის ამ ქალებში? აი ეს ენერგია, ეს სინათლე გავავრცელოთ თქვენ თითოეულს უამრავი მეგობარი ყავთ, ოჯახის წევრები გყავთ, ახლობლები ყავს, ვიღაცა შვილები ყავს, შვილებზე რო არ აისახოს ეს ემოციები. ქმარი, ქმრის მეგობრები, შეყვარებული ყავს, მშობლები ყავს. აი ეს ენერგია უნდა ჩვენ აი ესე გავავრცელოთ. და ანუ ვაჯობოთ აი იმ პანიკას, აი იმ შიშ ფოთვებს და სამყარო ჩვენ დაგვეხმარება, რა თქმა უნდა, სიყვარულით უნდა გავაკეთოთ ეს. სიყვარულით, რა თქმა უნდა, იმ ნათელი ვიბრაციებით, რაც აი ამ ჩემს აი მუშაობის პროცესში და თქვენი ჩართულობით ამოქმედდა და ეხლა მოგოქილი გვაქვს და აი ამ ნოტაზე ეხლა რომ მთვარის ენერგიაც გვეხმარება და ისმენს თითოეული ქალის მიმართვას, სურვილს თუ სწორედ არის გაჟღერებული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სურვილს ჩაიფიქრებთ, მე ვარ ჯანმრთელი, ჩამოთვალეთ ფიზიკურად, ენერგეტიკულად, აზროვნებით, პოზიტიური აზროვნებით ვარ და ჩემი საყვარელი ადამიანები არიან ჯანმრთელად, სამყაროში მშვიდობა. ჩვენ კარგი ჯანმრთელები ვართ, ოჯახის წევრებიც, მაგრამ თუ პლანეტაზე მშვიდობა და ჯანმრთელობა არ არის, ხომ მივხვდით, რომ ამის გარეშე ჩვენ როგორ უნდა ვიყოთ ისე ერთიანად, მთლიანად, სრულყოფილად, მშვიდობიანად და ჩემი მისია რა არის ადამიანმა შინაგანი კომფორტი
თავის თავში, თავის ბუნებრივად შეისწავლოს აი ეს შინაგანი კომფორტი და დაამყაროს ჰარმონია საკუთარ თავთან და პლანეტასთან. იმიტომ რომ შენ ხარ კარგად, შენ გარშემო კარგად არის, პლანეტა კარგად არის და უკვე ერთი მთლიანი ენერგეტიკული ველი იქმნება და ამაში ყველა მე კომფორტულად ვართ, ხო? აქედან რომელიმე თუ დაირღვა, ისევე როგორც რწმენა ღმერთის მფარველობა აუცილებელია რომ ეს მთლიანობა იყოს ბალანსში და ჰარმონიაში. აი ესეთ დედამიწაც ხომ მრგვალია და ზუსტად ესე გამოდის, ხო? მე ვარ შინაგანად კომფორტულად, ჩემი საყვარელი ადამიანები ირგვლივ ყველა კარგად, ჩემი მოყვასე კარგად არის და პლანეტა, დედამიწა ირგვლივ მშვიდობით არის, კომფორტულ ზონაშია, ხო? კომფორტულად გრძნობ თავს, აი იქ, სადაც მე ახლა გავდივარ ჩემს სიცოცხლეს, ხო? ერთ-ერთის დარღვევა, კიდევ ვიმეორებ, არღვევს თლიან აი ამ ველს. და ჩვენ წვლილი შეგვაქვს ასე ვთქვათ, მე თქვენთან მუშაობით, თქვენ ასევე თქვენი ჩართულობით, აი შინაგან კომფორტს და ბუნებასთან, პლანეტასთან, სამყაროსთან შემოქმედთან ჰარმონიას ჩვენ ვამყარებთ და ვავრცელებთ. აუცილებლად მოგვისმენს ახლა ჩვენ ყველა ენერგია, სამყარო, პლანეტა და ღმერთი, ჩვენი მფარველი ანგელოზები ყველა დაგვეხმარება, რომ ჩვენ ეს რაც გავწიეთ, აი ეს მუშაობა, რომ მოითხოვა სამყარომ ჩვენი ცვლილება და შევიცვალეთ, რომ ეს სურვილი აგვისრულდეს. აუცილებლად შეგვისრულდება, ამიტომ ამაში დარწმუნებული იყავით, ამიტომ დაიწყეთ ის როგორც გითხარით. დაიწყეთ ჯანმრთელობით და შემდეგ როგორც თქვენ გინდათ, ისე აღწერეთ, რაც თქვენ გინდათ, რომ უკვე ასრულებული გაქვთ. ეხლა მართლა აი ყველანაირი, ესე იგი, ძალისხმევით და დარწმუნებით გეუბნებით, რომ ხვალამდე უნდა ჩავიფიქროთ, სტრუქტურირება გავუკეთოთ ამ ჩვენს სურვილს და გავაჟღეროთ სამყაროში, ხო? თუნდაც უნდა დაწეროთ გუშინ პრაქტიკაზე, როდესაც ესწრებოდით, რა დადებითი რესურსი მიიღეთ. ეს როდესაც წერთ, რომ ეს მივიღე, ამით აჟღერებთ სამყაროში, რომ ეს დადებითი მივიღე და ეს უკვე ჩემი მიღებულ, ჩემთვის არის, ჩემშია და სამყარო იღებს ამ სიგნალს, რომ შენ რაღაც ახალი შეიძინე. ესეც ძალიან კარგი აუკავშირები ხოლმე ამისთვის თითოეული თქვენთაგანისთვის პირველ რიგში, რომ აი ამყარებ იმას, რაც მიიღე. და სხვა თქვენ რამდენიმე რო წერთ, მე ყველა ერთმანეთს ეხმარებით, ხო? აი ხდება გაცვლა, გამოცვლა ამ რესურსიანობაში. აი ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა აი ამის ჩამოწერა დეტალურად აღწერეთ, არაფერი არ გამოგრჩეთ, ემოციები, გრძნობები დააყოლეთ, რაც გინდათ, როგორც გინდათ და მე დღესაც შემოგთავაზებთ პრაქტიკას, ენერგეტიკულ პრაქტიკას, აი უყურებთ თქვენ როგორი ენერგეტიკულ სურათს ხედავთ, ანუ რომ უფრო კარგად აღიქვათ ვიზუალიზაციისთვის დაგეხმარებათ ენერგიების დანახვაში და უფრო მეტად მიიღებთ იმ ენერგიას, რაც ახლა პატარა მარტივი ენერგიით შეგავსებთ და ეს ამ შევსებული ენერგიით აიღებთ კალამს და ფურცელს და ჩამოწერთ დეტალურად ის, რაც გინდათ უკვე რომ გქონდეთ. გინდათ სურვილი იყოს სანუკვარი, გინდათ დაგეგმოთ ეს ცხოვრება, როგორ ხედავთ უკვე რომ ტრანსფორმაცია განიცადეთ, რომ სახლი მაქვს, ოჯახში მშვიდობა, ფინანსურად უზრუნველყოფილი ვარ, რამდენი გინდა გქონდეს თქვათ ის ფინანსური უზრუნველყოფა, ისიც უნდა დაწეროთ, ვიღაცას პირადი ურთიერთობა უნდა, თავისი მეორე ნახევრის მეწყვილეს ნახვა და ზუსტად თავისი ადამიანის, ის რომელიც მას ბედნიერებას მოუტას და მასთან ბედნიერი იქნება. აი ის უნდა აღწეროს, როგორი უნდა, თუ უნდა ესეთი მეწყვილე, როგორი უნდა მეწყვილე რო იყოს. ან ის თვისებები თუ აქვს, მისთვის როგორი უნდა იყოს. ჩემთვის უნდა იყოს მაგალითად ხო, მაგალითად იყოს ძლიერი მამაკაცი, ხო, რა არის ჩემთვის ძლიერი მამაკაცი? შეიძლება ძლიერი იყოს, რომ რა ვიცი, ქალი დაჩაგროს, ხო, არა, ძლიერი ნიშნავს, რომ მე, როგორც ქალი დედოფალივით მაცხოვრებს, რომ იქნება ჩემი მხარდაჭერი, ყველა საკითხში დამეხმარება და გამაძლიერებს როგორც ქალს და გავიხსნები მასთან. მეტად როგორც ქალი, მეტად გაიხსნება ჩემში ის ქალური ენერგია, მეტად უფრო ქალური ხდება მე ესეთი მამაკაცის გვერდით, ხო, უფრო ნაზი ხდება, უფრო სექსუალური ხდება, უფრო ლაღი ხდება და ამიტომ არის რომ როდესაც ესეთი ქალი
სხედავთ, ესე იგი მის გვერდით რაღაცა ისეთი მამაკაცია, რომელიც აძლევს ამ რესურსს და ასევე ქალი აძლევს რესურსს, რომ ის იყოს უფრო თავდაჯერებული, უფრო წარმატებული, ხო? ეს ერთი საკითხია. აუცილებლად უნდა ჩამოაყალიბოთ თქვენ, როგორი მეწყვილე გინდათ. რა ფერის თმა, როგორი სამსახური, როგორი თვისებები თქვენი თავიდან დაიწყეთ, მე როგორ ვიქნები მასთან. რა მინდა რომ მომცეს ამ ურთიერთობაში, აი ამ მეწყვილემ, როგორ ვიგრძნო მე თავი, ყველა სურვილში, ამის სრულდასრული მე როგორ გრძნობ ჩემს თავს, აი ამ დადებით ემოციებს, აი ამ ესე იგი, იმ გრძნობებს, რომ თქვენ თვითონაც გრძნობდეთ და სამყაროც გრძნობდეს, რომ სიგნალს, როდესაც აძლევთ, რომ აი ამ სურვილის სასრულებლად მე ბედნიერი ვარ და ამ ბედნიერებას ტრანსლირებ სამყაროში და ვავრცელებ, ირგვლივ, უკვე სამყარო გიგზავნის, იმიტომ რომ იზიდა, უკვე ხარ მაგნიტი, აი ამ სანუკვარი სურვილის, რომელიც ადამიანს ბედნიერს ხდის და ბედნიერი ადამიანი კიდე ავრცელებს ამ ბედნიერებას თავის გარშემო, რაც ჩვენშია, ხო, იმას ტრანსლირებთ სამყაროში თითოეულ ადამიანში, ხო? და რაც უფრო მეტი ბედნიერი ადამიანი იქნება, მეტი ჰარმონია იქნება ირგვლივ და მეტი მშვიდობა იქნება, მეტი წარმატება იქნება და პლანეტაც ბედნიერი იქნება, ხო? ასე რომ, მოდი ახლა ჩემოკარგებო. მე მოგცემთ ახლა კიდევ დამხმარეთ ძალიან კარგ ტექნიკას, პრაქტიკას, ენერგეტიკულ პრაქტიკას, ცისარტყელის ენერგიით შევსებას, აი, წარმოიდგინეთ, უფრო მძაფრად იგრძნობთ ამ ენერგიას, რადგანაც უკვე აღიქვით თქვენ ჩემს უკან ფონი როგორია, რა ენერგიებით უნდა გამოიკვებოთ ახლა და შეივსოთ. და ეს ამის შემდეგ კალამის ფურცას აიღებთ და თქვენ სანუკვარ სურვილს ჩამოწერთ. აუცილებლად ჩამოკარგებო. აბა ვინ არის მზად? მზაობა აუცილებელია და კიდევ რო არ იყოს ის გაუგებრობა მუსიკის ხმასთან დაკავშირებით, რომ მომწეროთ ზუსტად ჩამოკარგებო, როგორ ისმის მუსიკა და ჩემი ხმა როგორ გესმით. დღეს უკვე დამშვიდ და ვატყობ გუშინ ტრანსფორმაციის დროს იყო დაძაბულება და მით უმეტეს ამბები ისეთი იყო ინტერნეტ სივრცეში, რომ ყველა დათრგუნული იყო. აი დღეს უკვე ვგრძნობ სიმშვიდეს, უკვე გავიარეთ ეს ეტაპი და ახალი მთვარეც მოგბრძანდა ჩვენს გასამხნევებლად, ჩვენი სურვილის ასასრულებლად. მომწერეთ აბა ჩემოკარგებო, როგორ გესმით ჩემი ხმა? და მზად ხართ თუ არა პრაქტიკისთვის პლუსები დამიწერეთ, რომ მე დავიწყო და თქვენი მზაობა დავინახო. აბა როგორ ხართ? ჩატირად უმღაც გაჩერებულია. ისე Facebook-იც გუშინდელი ამბებიდან ცოტა ურევს რაღაცებს გვიანაჩვენებს, არანახებს, მაგრამ არა უშავს. აი, ნინიკომაც ძალიან კარგად ისმის, მაშინ ეხლა ჩემოკარგებო, ვინც ხართ მზად და ვინც არ არის მზად, შემდეგ ჩართავს და აი გადაახვევს თქვა ამას მოусმენს, მომზადება, გაიაზრებს რასაკეთებს და გააკეთებს, ხო? ეხლა ჩემოკარგებო, თვალები დახუჭეთ, უნდა გქონდეს საყრდენი, რომ აი ესე ზურგი იყოს გასწორებული და მომენტეთ ეხლა ჩემოკარგებო, დახუჭეთ თვალები. ძალიან მშვიდი ენერგია, ეხლა ქალური ენერგია, სურვილების ასრულების. უკვე ჩაშვებულია ეს პროცესი, ჩაშვებულია ეს ენერგეტიკა და ძალიან რბილ ენერგიას გრძნობ ახლა. დრო ყველა ვართ მოდუნებულები, გრძნობ უკვე და მომენტეთ ახლა საკუთარ თავს მიენდეთ, ბოდიში, საკუთარ ენერგიას უსმინეთ, საკუთარ სხეულს უსმინეთ და ენდეთ. უსაფრთხოდ ხართ ახლა, ყველაზე უსაფრთხოდ ხართ, ყველაზე სასიამოვნო ადგილას ხართ.
დახუჭეთ თვალები და დაიწყოთ მოდუნება. მოდუნდა გონება, მოდუნდა ნაკვთები, მოდუნდა გული, კერდი, მთელი ძვლებიც, მენჯებიც. აი თითქოს დარბილდა, აი უწონოდ ხარ, იმიტომ მთლიანად ხარ ახლა ენერგია, საკუთარი ენერგია. თითეული ჩვენ ახლა ვართ ჩვენი საკუთარი ქალური ენერგია. ნათებასავით, ციცინათელასავით ვანათებთ. და სადაც გვინდა ახლა იქ გავფრინდებით. სადაც გვინდა ახლა ყველაზე უსაფრთხო ადგილასაც კი შეგვიძლია გავფრინდეთ. და აღმოჩნდი ახლა ყველაზე უსაფრთხო ადგილას, ყველაზე ლამაზ ადგილას. ეს არის დედამიწის პლანეტის ყველაზე ლამაზი ადგილი. სიმწვანე, სიხასხასე, მზე ანათებს და აი დილა და უყურებ ბალახზე და ცვარიც კი არის დილის ნამი და მზე როდესაც ანათებს, აი ცვარი აისახავს აი ამ ბრჭყვიალად ცისარტყელის ფერებს და ხედავ შენს წინ როგორ იშლება ულამაზესი ცისარტყელა აი ამ ვეებერთელა მდელოზე და შედიხარ ამ ცისარტყელაში და ივსები ამ ცისარტყელით ენერგიას. ეხლა სუნთქავ ამ ცისარტყელის ენერგიას ყიფლი ბანდიდან ჩამოედინება მთელს სხეულში, გულმკერდში, საშვილოსნოში, თეძუებში, მენჯებში, ტერფებში და ტერფები კი ამ დროს უფრო მეტად გაიდგავს ფესვებს დედამიწის ენერგიაში. დედამიწის შუაგულამდე მიდის ფესვები და მრავლდება და მთლიანად დედამიწას მოიცავს ეს შენი ფესვები ტერფებიდან გამომავალი. და ამ დროს ყიფლიბანდიდან ჩაისუნთქავ იმ ფერს, რომელიც გინდა, წითელი. და უშვებ მთელ სხეულში და ატარებ დედამიწაში და დედამიწიდან კიდევ თავისით გიბრუნდება ეს წითელი ენერგია, იმიტომ რომ შიგნით დედამიწის შუაგულში იქაც ცისარტყელის ენერგიებია. ციდან ისუნთქავ, ატარებ დედამიწაში სიყვარული და დედამიწა კვლავ გიბრუნებს ამ ენერგიას, გაორმაგებულს, მადლიერებით, გასამაგებულს, იმიტომ რომ ეხლა დედამიწაში სინათლე შეგაქვს, სიყვარული. და ეხლა ივსები, აი მიდის ეს ურთიერთგაცვლა, ცა დედამიწა და შენი ენერგია. და თვითონ დედამიწასავით იწყებ ბრუნვას, ივსები სფეროსავით, ივსები, რა ფერსეც გინდა იმას ჩაისუნთქავ, ნარინჯისფერი, იასამნისფერი, ცისფერი, მწვანე, თეთრი, ყვითელი. და ატარებ შენს სხეულში, შენს ენერგეტიკას ავსებ და ეს ენერგია ჩადის შუაგულ დედამიწაში. დედამიწიდან კი კვლავ ამოდის ეს სხვადასხვა ფერის ენერგიები. ავსებს ტერფებს, მენჯებს, საშვილოსნოს, გულმკერდს, გონებას. და როდესაც ეს სხეული ივსება, გადმოედის ეს ენერგია კანის ფორებიდან. მთელ სხეულზე. სხეული იწყებს ბრჭყვიალებას, ბრჭყვინავს, გადადის ლამაზ ცისარტყელის ფერებში. ჯანსაღდება შიგნით მთელი სხეულის უჯრედები, ჰორმონები,
და სიმშვიდე შემოდის ხელში, შენს ენერგიაში და ტრანსლირებს სამყაროში, პლანეტაში სიყვარულს, ნათელ ენერგიებს. და შეგიძლია ახლა გაეჟღერო ის, რაც გინდა, ყველამ საკუთარ თავში. მე მინდა ვიყო ჯანმრთელი, ლამაზი, ჩემი საყვარელი ადამიანები იყვნენ ჯანმრთელად, ლამაზად, დღეგრძელები ვიყოთ. პლანეტაზე მინდა იყოს სიმშვიდე, სიყვარული. და ეხლა შენ ჩაიფიქრე ის, რაც გსურს, ის სურვილი, რაც ძალიან გინდა რომ მაგისრულდეს და სამყარო აუცილებლად მოგისმენს. და გაუშვი ეს სურვილი სამყაროში. გაუშვი. და დაივიწყე რომ ეს სურვილი ჩაიფიქრე თავისით, აგისრულდება, თავისით მოვა და გეტყვის მე მოვედი. და შენ ამას მიიღებ სიხარულით, მადლიერებით. მადლიერება და სიყვარული გაასხივე ახლა. ყველა შენ საყვარელ ადამიანს ჩაეხუტე, ახლობლებს. დედამიწას ჩაეხუტე, პლანეტას ჩაეხუტე. შენს მფარველ ანგელოზს მოუხადე მადლობა, რომ მუდამ გიცავს. ღმერთს გადაუხადე მადლობა, რომ მოევლინე ამ ქვეყანას. ცოცხალი ხარ, ხარ ის ვინც ხარ, რომ მოგეცა შანსი, რომ ცოცხლო. შენს შეუძლებს, ყველა ვინც გაგახსენდება, ვინც ახლა გაგახსენდება, ესე იგი ყველა ითხოვს შენ სიყვარულს, შენგან გამხნევებას. და როდესაც აი ამ პროცესებს გახო, დაასრულებ, რამდენი ხანიც დაგჭირდება, იმდენი ხანი შეგიძლია იყო ამ მდგომარეობაში და შემდეგ დაბრუნდი შენს სხეულში, შენს გონებაში. შეგიძლია რომ დაეხმარო შენს სხეულს, როდესაც ეხები სხეულს. ამით შენ ბრუნდები, აი აქ დედამიწაზე. და ბრუნდება შენი შეგრძნებები რეალობაში. სასიამოვნო მოგზაურობა ამთავრდება. ის აუცილებლად თავის საქმეს გააკეთებს. იმას, რაც შენ ჩაიფიქრე და მოგიტანს წვენს. თავარი ამისთვის გაიხსნა, ირწმუნო, დაიჯერო და მიიღო. ეხლა შეგიძლიათ დაბრუნდეთ ჩემო კარგებო. დაწეროთ როგორ ხართ, რას გრძნობთ. და შემდეგ აი ამ ენერგეტიკულ მუხტში ჩამოწეროთ კალმით, აი სურვილი დეტალურად აღწეროთ. ვინმე სახლით უნდა აღწეროს რამდენი კვადრატული, რამდენი ოთახი, რა ფერებში, ყველაფერი დეტალურად რომ დაინახოს, არა მარტო გაეშღეროს, გონებამაც დაინახოს, სურათებად, ფონებად. ესად დაინახოთ და უკვე სამყარო ხედავს რა გინდა და გამოგიგზავნოს. ხედავ რომ კარგად ხართ, ჩემო კარგებო.
სიმშვიდეს გზნობ ძალიან კარგი. ეს ძალიან გჭირდება. როდესაც მშვიდად ხარ, ყველაფერი თავისით მოგვარდება. ეს თქვენი ემოციები ხა გრძნობები ჩემო მშვენიერებო. შეინახეთ. ესე ჩაიტვირთეთ. შეგიძლიათ ახლა ყავა, ჩაი, დააყოლოთ სასიამოვნოდ, დაჭდეთ თქვენთვის. დაჭდეთ, მადლობა, ძალიან დამაჯერებელი ტექნიკა, რა თქმა უნდა. ენერგიით გავსებს სურვილის ჩაფიქრებისთვის კი, რა თქმა უნდა, პოზიტიური აზროვნება გვინდა, ენერგია გვინდა, რომ გვეყოს აი დადებითად ვიფიქროთ. სასიამოვნოა, ძალიან კარგი. ეს ის რესურსები, რაც თქვენ გჭირდებოდეთ, ეხლა მარიკას სიმშვიდე უნდა, თამუნას სასიამოვნო ენერგიის შეგრძნება, ანას უნდა რწმენად, რაღაცა შემატა, რაღაც თავდაჯერებულობა. აი ხათუნას ირმა, მადლობა დაგლოცოს, მადლობა დეიდიკა, რომ ჩემთან ხარ. ძალიან სასიამოვნო იყო ნინიკო, კი, ხათუნა აგერ ჩემო კარგო, სისხლი ამოძრავდა, ესე იგი გჭირდებოდა ორგანიზმში იმუნიტეტი, რომ გაგეძლიერებინა და ზუსტად აი სისხლის ამოძრავება არის იმუნიტეტის გაძლიერება, ესე იგი დაიწყო სისხლმა მოქმედება. დაგამშვიდა და არის ძალიან კარგი. სიმშვიდე და სასიამოვნო ენერგია შემოვიდა, ჰარმონია. აი მამიდა ჩემმაც გამომიგზავნა დღეს ძალიან საინტერესო ვიდეო და იქ წერია ადრე ბრძენი ხალხი ხო იყვნენ ფილმები რო იღებოდა რომ რაღაცა ესეთი რო ხდებოდა ქვეყანაში. კი, ან ეგ რესურსი მიიღე რაც გჭირდებოდა. და იყოს ეს პრაქტიკა თქვენ საკეთილდღეოდ, ხო და რა ადრეც ესე უდგებოდნენ საქმეს, თავარია სიმშვიდე, თავარია რწმენა გქონდეს და ყველაფერი კარგად იქნება. მიმხიარულეთ, გავავრცელოთ ეს პოზიტივი და აი ეს ნათელი ენერგიები ჩვენ აუცილებლად დაგვეხმარება. კარგით, ჩემო კარგებო, ვინც შემდეგ ნახავთ თქვენი უკავშირით დატოვეთ ჯგუფში, გავამყაროთ ეს რესურსები, თუ რამე კითხვები იქნება, იქ პოსტის დაბლა მომწერეთ, დამიწერეთ და ახლა შეგიძლიათ, როდესაც დაწერთ, რასაც დაწერთ, აი ამ ენერგიით, ხელებში არის ძალიან ენერგია, დადოთ ფურცელზე ესე, რასაც წერთ, აი თქვა დაწერეთ, აი ესე დაადებთ და გადასცემთ იმ რასაც დაწერთ იმ ენერგიას, აი აძლევთ ამით ენერგიას ეხმარებით და იმ თქვენ სურვილს. და მოусმენთ იმდენჯერ კიდევ რამდენჯერაც გენდომებათ, რა თქმა უნდა. აბა კარგად ჩემო მამაზებო, ჩემო ძვირფასებო, დროებით სასიამოვნო დღეს გისურვებ. ჩემი ხალხი